დაიწყო მოგესალმებით, სულ უფრო და უფრო გითამამდებით და ჩემს გათამამებას აქვს საფუძველი ვერთიანდებით ისეთი ადამიანები, რომლებიც ვეძებთ ჩვენზე უფრო ძლიერებს, უძლიერესებს. ეს არის ალბათ ის გზა, რომელიც ჩვენ გაგვიყვანს რაც შედეგზე. ძირითადად უნდა გასწავლოთ, რომ აი ამ ურთიერთობებში დავიხვეწეთ და მივედით ერთ აზრამდე და ეს გუში მოხდა, მანამდე მე TV მამულის მართა ტელევიზიას ვიძახით, მის დამფუძნებელთან თემოგოლოხიცისთან მქონდა ეს აზრი გაჟღერებული, მაგრამ კაცები სწრაფად წავიდა, დავაყოსდით ჯგუფი მშვიდობის საერთაშორისო ცენტრი, პირდაპირ ვიტყვი, რომ მისი პარტნიორები იქნებიან მსოფლიოს ყველა იმიგრანტები, არამარტო საქართველოსი, მისი პარტნიორები იქნებიან მსოფლიოს დედათა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა, ყველას ჰყავს თავისი შემზღვანელი იმიგრანტებთან დაკავშირებით ჩუჟუ ნაბაჟიძე, იცის ირაკლი ბაუჯახია და ნამდვილად გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან დაწყებული და სულიერი და ყველაფერი. მეორე მხარეს ასევე ჯულია ბოლოხიძე, რომელიც მალე ჩამოვა და მას აქვს თავისი გეგმა პირველის მოძრაობა უნდა ამკუთხედ. ეს არის უძლიერესი რაღაცა. აი მშვიდობის საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებით რამაზ ჩაჩივაია, რომელიც ჩვენ ჯგუფში კონტენტ კრეატორებს და პროგრამისტებს ეხმარებოდა და ეს იზრდება უკვე. გარდა იმისა, რომ გაკეთდება ახალგაზრდული ცენტრი და იქნება ესე იგი საბოლოო ჯამში კვარტაკარში ჩართულობით გაკეთდება საიტი, საიტის პოლიტიკა მოდერატორი და ჩვენ სრულყოფილი წესი კონფერენციებზე პროგრამებზე გავა ეს შიდა რეზერვებს ამოქმედებს. რაც შეეხება რამაზ ჩაჩივაიას განცხადებას, ეს არის მე გამისტომ ბიჭმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეს ყველაზე მეტად მიხარებთ, რომ ჩამოაყალიბა ყველაზე მთავარი, რომ მსოფლიოში 3%-ს აქვს იმდენი, რომელიც 97%-ს ადამიანის უფლებები დარღვეულია, ყველაფერი მოცულებულია, ცვლილებები საჭიროა. ამიტომ გამოვიდა ასეთი წინადადებით, რომ ჩამოყალიბდეს მსოფლიოს უფრო დარღვევის და დაცვის ახალი ლიგა. ზოგიერთ ეშინია და ამბობენ, აი მასონები ამას იზამენ, ეს გვიჩვენებს ყოველდღე სიტყვას ვერავის ვერ აუგზავნებს, სიტყვა ღმერთი და რამდენად მოთხოვნადია ეს სხვა ქვეყნებში და მსოფლიოში. თუ ეს ცვლილებები არ არის მომწიფებული, საერთოდ თუ მომწიფდა რაღაცა ხილი, ის თავისით ვარდება. და მწიფე რო არის, მაშინ არის ის ადამიანები, კუხე არაფერი არ ვარდა. ანუ მხოლოდ კედელზე მიყენებული ადამიანების შემოძლია ძლიერებას. აი ამ ძლიერებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ესე იგი ფაქტიურად ილია ჭავჭავაძემ რაც გააკეთა, ეს იყო რომ კაცი ადამიანში დაასიცხვილა არსებული ელიტა, ერთ საჩვენა რომ დაღუპვისკენ ვიგდით, ამის სოციალური მაგალითია ჩვენი განათლების სისტემა ნეპოტიზმზე აგებული და ეს არის ის, რომელიც ჩიხისკენ მიღავს სახელმწიფო. აი ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ, აი ასეთ საერთაშორისო დონეზე გასვლა უცვლელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამას ახალგაზრდული ცენტრები, ბუსტების პროგრამით და ასე შემდეგ კვარტაკავშირების ჩართულობით შედგომ გადაცემაში მე მგონი თემური მოვიყვან ბერმარს მოლაპარაკება, ეს არის ბედკარხედ არის 72 სამხედრო უმაღლესი ხარისხის ექიმები, რომლებმაც ამ სარეგიონალურ ბანკთან დაკავშირებით, კვარტაკავშირებით, ყველაში ერთი ლარი ჩაგდებით, ყოველთვიურად ყველა მაღაზიაში, ყველა ქუჩაში, სოფელში საზღვარგარეთ კოორდინატორის მეშვეობით უნდა დაიდგას ეს ყულაბა და უნდა გაკეთდეს ჩვენ აბსოლუტურად ეს საერთაშორისო ფონდი იქნება, რომელსაც მაისაშვილი იოსებ მაისაშვილი უდგას სათავეში, სუბანგარიში იქნებათ, რომ ვინმე მართვას, რომ ემიგრანტებს 500-მდე სხვადასხვა პლატფორმა ჩვენი გათვლით და ჩვენი გათვლა რას ეხება? აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ადამიანი, რომელიც თავის ფანტაზიებს და ოცნებას ჩარჩოში აქცევს, ის უკვე აპრიორი ხდის წინამდებია, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომლებიც ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, მაგრამ ეს ფანტაზია ღვთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ უფალმა შექმნა თვის დარა და თვის ხატა შეუძლებელი არ არსებობს. არსებობს სრულ ფუჭი ფანტაზია, რომელიც არ არის მეცნიერებასთან დამყარებული. ჩემი ალეგო ციცაძესთან შეხვედრა 3 საათიანი, რომელსაც ესწრებოდა ამირან მახარაძე, ეს მონოლიტურად სისტემურად მოაზროვნე სახელმწიფო მოაზროვნე ადამიანი, თავის დროზე ეს ძალიან ძლიერი ადამიანია, დაიხო ციცაძე პირდაპირ განაცხადა, რომ მას აქვს ესე იგი აბსოლუტურად ქუთაისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ამ
აზრო ენად მეცნიერებაზე არის უდიდესი თემა, იმიტომ რომ ფაქტიურად გვიპირისპირდება ციფრული ფული, გვიპირისპირდება ჩიპიზაცია, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, ესე იგი ხელოვნური განვითარება, რასაც ჩვენ ბუნებრივად დაკავშირებთ მას ველაპარაკე იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ჩემთან მოვიდა, ეს ენების უმარტივესი შესწავლა მთელი საქართველოს შეიძლება კავკასიურ ენაზე და ნებისმიერ ენაზე ელაპარაკდეს და პირდაპირ გამიწერაც იმზე ეგრევე თანაშია და შემიძლია გავჩვენო რომ ერთად ვიწევთ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის რომ მე ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდები ამ მშვიდობის საერთაშორისო ცენტრის. თემური დამეთანხმები იმაში რომ შენ პოლიტიკაში ძალიან ძლიერ ახალ ჩახედული და მე ვიტყვი ესეთ რაღაცას. ეს არის გვერდითი ავლითი მექანიზმი. აი ამ ეროვნულებსა და შევარდნაძის მხარეშორის კარგად ახსნა ეს ირაკლი განგიზები ერთი ჯგუფი იყვნენ, ნიჩეული იყვნენ ისეთ რაღაცა მმართველობას და მოუჭირდათ იმაზე უარის თქმა შევარდნაძის თავისებურად გადატანილი ეს როცა ქვეყანა იქცევა მე როგორც მოვედი მონანიები და აბსოლუტური მონანიები ისე სხვებს ეძლევა გვერდით ავლით მოვიდეს მაგრამ რა მექანიზმი დევს აქ ხანდახან ისე ვიძახი და მაყურებელი წარმიწეს მეორე ილია ჭავჭავაძეს ვამბობ ირაკლისთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი ამ ადამიანმა ნახა ის ბუნებრივი გზები, რომელიც ბეტონზე ამოსული ყვავილია, გვართა კავშირების, ესე იგი ჭეშმარიტი ქართველები მხოლოდ გვართა კავშირის თავმჯდომარის ხელმოწერით შემოვიდნენ. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს კაცი მოდის მონანიები და იქვე თემორიდება, რომ ის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნების მომხრეა. ის რასაც ავთანდილ თავი აკეთებს და ალბათ ბრუნდება თქვენთან გადაცემაში, მე რამდენიც ვნახე, სწორად ლაპარაკო. იმიტომ რომ ის ფაქტიურად ოფისი აქვს, ტელევიზია აქვს, TV+, იქაც დაკვადიშა და ის ფაქტიურად იმ პარტიების შეგროვებას აკეთებს, სადაც ესე იგი სამართლის სივრცეში დაბრუნებაზე ლაპარაკობენ ის პარტიები. ეს არის ძალიან მისასალმებელი და უდიდეს რაღაცას აკეთებს. მეორეს მხრივ ყველაფერი გადის იმაზე, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რასაც მოთხოვნა დღეს, როცა არავინ არ ედობა ხელისუფლებას და არავინ არ ედობა ოპოზიციას, ბუნებრივად ჩნდება მოთხოვნილება წესიერ ადამიანებზე, ანუ დობის პლატფორმაზე და ეს დობის პლატფორმა უნდა იყოს ორგანიზებული და ადამიანებს უნდა აჩვენოს, როგორ გახდება საქართველოს დუბაიზე უფრო მდიდარი და ქართველები უმდიდრესი. დიახ, სამედიცინო ტურიზმის ამოქმედებით. ეს არის ყოველთვის ეკონომიკაში ცნობილი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები 25 წლის ვადით იშლება და სამრეწველო საწარმოებში მაღალი ანსამბლებადი სამუშაო ადგილები გამოჩნდება. ეს არის არქიორად. კიდალოკას რო ეძახიან რუსები, სტუდენტების 1000-დან 800 თავისი იმით პროფესიით ვერ საფრთხება და 200 კიდევ საფრთხება არ ვიცი საიდან მოვიდა ამაზე იდეალურად აქვს დაწერილი ის ირაკლი გაგნიძეს რომ გვიყვეს სუსტი წერტილი სიხარბისა და რაღაცა საშინელებაზე ამით ახალგაზრდები დაიწმინდა დღეს ვინც დგანანი რუსთაველი წინ ითხოვენ თანასწორობას, სამართლიანობას, სიტყვის უფლებას და დიად ზუსტად სწორ მატარებელში ზიან, მაგრამ მემანქანები არის ამაზე ლაპარაკი და ამას მთელი ცხოვრებაში არის შეფერილო. დღეს ჩვენ ფაქტიურად გარღვევაზე გავდივართ, იმიტომ რომ უკვე ჩვენ თვითონ ვიღებთ ამ ჯიბიდან ფულს ამ საიტის გაკეთებასთან დაკავშირებით და ამ ახალგაზრდების ჩართულობით, პროგრამებზე ჩართულობით. დავამთავრებ იმით, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით საერთაშორისო სარეკლამო უძლიერეს კომპანიას, ეს აუცილებელია რომ მას მივახციოთ, რომ აქ ჩამოსული კონტენტ კრეატორები, პროგრამისტები, სხვადასხვა ეროვნის ადამიანები ყველა შემოქმედი და ესე არ არის რომ გავყავოთ, ჩვენს გასწრიერ მაშინ კიდევ, რასაც დასწრის იმას მოიგებთ. ამიტომ ჩვენ იმ ბიზნესთან ივანიშვილთან დაკავშირებით ზაზე ვილაპარაკებთ, მას შეუძლია უდიდესი რაღაცა ამ ტურიზმის გაკეთებაში. ჩვენ არც ოპოზიციას უპირისპირდებით, არც ხელისუფლებას, არც მასონებს და არც არავინ შევაპარაკოთ სოფლის გადარჩენაზე და ლაპარაკობთ ამას აბსოლუტური გულია. ახლა ჩემს გვერდით ორივე ისეთი ადამიანი ის, რომელსაც ერთა იგივე მიმართულებით აქვს პროექტები. მე გადავცემ სიტყვას რუსთავის მერობის კანდიდატს მე 5 წელია ვიცნობ. ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს იმიტომ რომ თქვენ მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანი ჩარწადებით და მე თქვენ რაც ისტორია მომიყევით თქვენ იმან მე დავშოვდა ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. არავითარ შემთხვევაში იმას არ ვიკადრებ ჩვენ რომ ვიღაცის ჯიბში ჩავზრეთ, მე დღეს დილით ველაპარაკე ლაშა
ლომიძეს და უთხარი რომ აუცილებლად შევხვდეთ რომ ერთმანეთში ესე იგი თავები ვიყოთ შეთანხმებული და პირდაპირ შევთავაზე რას რევასტოდრიან რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა მსოფლიო ცივილიზაციაში ნომერ პირველი ინტელექტუალად თქვა რომ იყოს იმ მოსული სიტყვა აკაკი ჯურჯაძის ესე იგი სიტყვა არის თავდა ჭეშმარიტი რომელიც შიგნში როცა შეერთების მომენტი არის რთული ამიტომ დავაყენოთ სიტყვა წინ და სიტყვის საქმით ქცევის რეალური ალგორითმი ამომოხერხოთ ეგ არის და პოლიცია არაფერი გადავცემთ სიტყვას უყურებთ კი ბატონო ეს საქმის ირაკლის და უგულესი მადლობა მოწვევისათვის მივესალმები ჩვენ მაყურებელს და პირველ რიგში დავიწყებ ჩემი დევიზით რომელიც პირდაპირ ჩემი გერბა რომ მეთიდან შემოვიდა ჩემ აზროვნებაში არც საქართველოს და ქართულის გარეშე და არც კათოლიკოსების გარეშე ამ სიტყვებში ჩემმა ყველაფერი ეჩადებული ეხლა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე არ უნდა ბევრი დრო წაგართვათ რუსთავის პროექტთან დაკავშირებით არის იალობის ინციდენტი ყველამ გააცის ას უპრეცედენტო მხარდაჭერა ხალხის ჩანაწერებით ის კი არა კაი პროექტია წადი გააკეთე არა ჩანაწერებით რამდენად მნიშვნელოვანია რამდენად კარგია და რამდენად საჭირო პროექტი არის ამ ხელა მხარდაჭერა პროექტის ჩანაწერები და მოდი გადავხედოთ შევხვდეთ დემოკრატია თუ დემოკრატიაზე საუბრობდა ვითხოვ 3 ჰექტარ მიწას თანხას მე არ ვითხოვ მისთვის რომ როგორ ავაშენ რა გავაკეთებ ჩემი პრობლემა არის მარტო ვითხოვ თანხას 3 ჰექტარის რომ დავიწყებ მე ამის მშენებლობას რომ არავის შემოგვიყვოს რომ ვიცოდე რომ მე ამ დროში უნდა ჩავიდეო მას 5 წლიანი პროგრამა ეს იმითერია რომ მქონდეს მე მილიონების სიტუაცია ეგ არის 2 წელიწად ნახევრიანი გასაკეთებელი საქმე მაგრამ იქიდან გავუდგე რომ თანხები მკიდები თანხასაც გავაკეთებ მე მქონია ფული ახლა ისე არ გამიგოთ მაგრამ აღლაპარაკო და იმასაც გავაკეთებ და თან ამ პროექტს აქ ძალიან დიდი დაგვრჩა თუ ჩვენი მთავრობა ყველა ჩვენთაგანი ვიძახით რომ გვინდა აფხაზეთის სამართლებრივ დაებრუნოს ხო ეტყვით ახლა ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ პროექტის არა არის როა შეიძლება სალოცავ ვიოლოგიის მთაზე ამ სალოცავს რა თქმა უნდა გადავწევთ საპატრიარქოს და პირდაპირ თხოვნა საპატრიარქოსთან პირდაპირ მიწევენ პროგრამაში ყოველთვის პირველ საგანოს ლოცვები 9 აფხაზეთის სამართლებრივი შინდის გმირები ვინც არ იყო გადაწყვეტილი მათ უნდა საპატრიარქოს აწევოს ოღონდ ამას უნდა ესწრებოდეს როგორც ქართული ისე აფხაზი ოსი და რუსი დედები ამას მე ვიღებ შემდგომი ამ ბავშვებს რომ მე დედებს ჩამოვიყვა და დავასრულებ ამას თუ ჩვენ გვინდა შერიგება აქედან უნდა დაიწყოს მაინც და მაინც ველოდოთ პუნქტი რომ გქონდეს წადის შერიგება თუ მანამდე არ შეგვიძლია საერთოდ გამონახოთ ხო არ დაგვიწყებია როგორ ახლო ვიყავი და ძმები ვარ და ეხლა მიდის სულ სხვა პროპაგანდა ამიტომ ყველაზე მეტი გაჭიროება ნახეთ იმ შულტარ დედებმა და იმ ოჯახებმა მე ბაბანულებს მე ჩამოვიყავ ავაშევთ ეს სალოცავი რომ მე ჩამოვიყავ სალთით და დაესწრო მე რაღაცა 7 როდის წინ ვიყავი მოსკოვში ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაგიმალავთ და მქონდა მოსახლეობასთან საუბარი არც ერთ პოლიტიკოს მე არ შეხვედრი რომ მით უმეტეს წავდი ხალხი მაგრამ არც გავკარებია და არც მიფიქრე ამ თემაზე რომ მაინტერესებდა ხალხის აზრი იქნება მე ესე ვფიქრობ ვწდები და ხალხი კიდე რეალურად სხვანაირად ფიქრობს მოსკოვში მქონდა შეხვედრები მრევლთან და რიგით მოქალაქეებთან აბსოლუტურად ხალხი იგრიბული შემგარშემ აი ვერ წარმოვიდგენთ იმდენ და როაუხსენი ესე ესეთ რაღაცას ფიქრობ და ძალიან კარგი იქნებაო შულტარდე და რო არ ჩამოვიდეს იმდენად კარგია რომ ჩვენ ვიყვართ ქართული ხალხი არ დაუმალეთ იმას კიო რაღაცა მოხდა რაღაც ისე მაგრამ ჩვენ ეს ძველთაობის ხალხი უნდა ძალიან ვიყვართ და ძალიან ვიყვართ ჩამოვიდა აუცილებლად ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ როგორ გახარდა ბედნიერი ჩამოვიდი იქიდან ნერვიულობდი მე ვიხლა დაუშვათ თავრობ გადაწყვიტა მომცა ეს ყველაფერი გავაკეთე სალოცავებში და მე ხალხი არ მოვიდა ხო ამას ჩემ თავზე ვიდე მივხედავ ჩემი ფინანსური პრობლემები და მაინც წავედი მაინც მოვშინე სიტუაციები და ძალიან მაღალობით დაბრუნდი არ დაგიმალავთ ეს იმის ნიშანია რომ ამ სალოცავს უნდა სასწრაფოდ აშენდება და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ეხლა მინდა სწორედ გაიგოთ გავანებოთ დემოკრატიასაც თავი ეს აფხაზეთის სამეზობლო დაბრუნება ხო გვინდა ხალხის დაბრუნება ხო გვინდა ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია ეს თუ არ არის ურთიერთობა მარტო ხა გაიყვანს საზღვარი გავედი გამოვიდა ან შემოვიდა გავიდა ეს რა უნდა გადრე ძველი ურთიერთობა სიძები ყავდა ძლები ყავდა ბიძაშვილი მამტაშვილი ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა და ეს რატომ უნდა დაიკარგოს თან ერთ თაობაში ჩვენ მტრები არავის არ ყოფილა მოხდა რაღაც გაუგებრობა ხო ვიღაც პოლიტიკოსებმა დაუშვეს შეცდომა და ხო გვინდა რომ გამოასწოროთ ეს მდგომარეობა არ გამოასწორო დაუდგოთ ჩვენ მომავალთაობა და ისინი გამოასწორებენ მე მგონი ეს პროექტი ზუსტად მაგისთვის არის მორგებული რა თქმა უნდა სპეციალიზდებითი ეს კიდე ახალსად დაგიმალავთ ერთ-ერთი პუნქტი არის კიდე რომ ან იქვე იალობის თვალზე არის მაგის საშუალება გაკეთდეს კეთილ მოწყობილი ქუჩა ან თუნდაც ქალაქში მხედველობაში მაგრამ რუსთავი აშენებულია ყველა კუთხიდან ყველა კუთხე ჩამოტანებული ხალხიდან ეს პენსიონერები ძალიან მეკნე ცოცხლებია და მეტყოდი თან მიწოწულს
გავაკეთოთ ერთი ქუჩა, სადაც იქნებიან გუბერნატორებს თხოვთ პირდაპირ პროგრამაში მითითებული რომ თხოვთ გუბერნატორებს რომ ყოველ ამ ქუჩაზე ყველა თავისი კუთხის შესაძლოა ორსართულიანი სახლი ააშენოს, სვანური, მეგრული, რაკული, იმერული, რა ვიცი როგორც არის რომ იყოს ესეთი ქუჩა გაკეთებული. მე მესმის ახლა სხვაგან აქ რაღაცები ესეთი მსგავსი გაკეთებული, მაგრამ მე მას ვიძახე პრაქტიკულად. მე ისეთ პრაქტიკული გათხოვებს თვითონ ყველა გააცეცეს ეს. პრაქტიკულად რუსთავში ესე მოხდა. ხო რუსთავი ყველა საშენებული არის. არ მრავალეროვანია ქალაქი. კი, და არ დაგიმალოთ, პატარა ვიყავი, მე მახსოვს რომ პირველი 8 სართულიანი რო აშენდა რუსთავში და 9 სართულიანები, ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა რუსთავში. ისე მიხარობდა. დღეს ახლა შენდება, დამაზდება ქალაქი, მაგრამ ქართული აღარ დაჭერ რუსთავში, რა თქმა უნდა, რუსთავი დაამკვიდრა ისეთი საქართველო. მე სამშობლოს ვკარგავ, მე კი არა ჩვენს უკვე. და ამაზე ცოტა რაღაც უნდა ვიახსნილო. შეიძლება ჩაგერთოთ. კი ბატონო, სიამოვნებაა. აი, უბრალოდ როგორი სიტუაცია, ეს არის ვალერი ბასარია, რომელსაც მე შევხვდი და ადამიანმა ეს იმას მიმართა, რომ გამახარიან და ზორავი ქონია და რადგან ბასარიების 70% აფხაზია, ეს არის ბასარიაშვილია, სასტატის უფროსი რო იყო, უნიკუმი სასწაული. მან მოკიდა ამ საქმეს ხელი, მთლიანად ჩამოიყვანა დე-ფაქტო ხელისუფლება სოჭში, 2 თვის შემდეგ ვიდაედის საელჩოს დახმარებით 3 დღიანი კონფერენცია მოაწყო, სადაც ჩვენი დეპუტაცია და ისინი ჩასული. ტირილი, ღამილა, სუპერესე, ერთმანეთის აბა თქვენ ნახელას თორა ინტუიცია გამახოთ. მე გალში უნდა მომხდარებოდა უშიშროებამ ჩაშალა. მაგრამ აი არ დაუტოვებია ჩემთვის ადგილი უკოცნელი, როდესაც შემეკითხა სად დაუშვი, მე შესწავლობდა იმის მეგობარი, მე ვთქვი ჩინოვნიკებით ეს არ გამოვა. ეს დაიწყოს უბრალოდ შვილი მხრათა დედებით უნდა დაიწყოს და მომცა ესეთი რაღაცა. თქვენი ალგორითმი როგორია? მე ახლა სრულიად განსხვავებულად წარადგენს თქვენ განთავრებ, მაგრამ ირაკლი იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ ამას გვარდაკავშირებით ჭეშმარიტი ქართველების ხელმოწერით, ერთი წუთით და სუფრული წესით. აი ამ სუფრული წესით, ესე იგი ეს ჩაგვერთვებიან გურამ მაკაცარიასთან ჩვენ იგივე ახლა ეროვნული ხდება ყველასთან გვაქვს ურთიერთობა ყველა მხრიდან, ესე იგი ძალიან დიდი ოდენობის ეროვნულები ჩაგვერთვებიან, ანუ მოხდება ერთი პუნქტი და გასვლა იმ გვარდაკავშირებზე და თქვენ ძალიან დიდი და გთხოვთ კიდევ თემის დამთავრება რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხი მოიყვანონ გვარდაკავშირის თავმჯდომარები და წავიდეს და მერე პატარ-პატარა კონფერენციები წვრილობით და ბოლოს გალის წვრილობა უნდა გავაკეთო და ამბობს რომ გეტყვით მე თვითონ დავშორდა ამ ბოლომდე რომ ჩვენ ამ სუფრული წესით იქიდან მე ვარ ამის პასუხისმგებელი რომ ჩაგერთვებიან აფხაზები თუ ჩვენ შვილებს გავუშვებთ იქ დასასვენებლად ისინი მიიღებენ ბატონი თემურჯავი ახლა ვიცარი მინისტრია აფხაზეთის მინისტრი იმის ხელმოწერა და 5 იმისი თავისუფლების კიდე ამ პროექტს უჭერს ხარ რამდენი საჭირო პროექტია იმედია რომ ჩაერთვება ირანის მიწადიდრო მისის ფილოსოფია და აბა ჩაგერთვით რა აი ისეთ რაღაცას ამბობთ რაც ვერულია რა ამ ჩემ პროექტს რა თქვენ არიცით ჩვენი ტომილები საზოგადოებრივ როგორ არის აფხაზებთანაც კარგად არის, ოსებთანაც კარგად არის. მეგობრები უყვართ ერთმანეთს რუსეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ერთმანეთს ისე უგანა, ვერცი თვითონ ძველი დროა. ეს მომენტიც უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ესე იგი რა ჩანს აქედან რომ ყველა სახელმწიფოში რუსეთში, საქართველოს პირიქით ძალოვანი სტრუქტურები და არაკეთილ მოსული და ჩანების პირები უშლიან ამ ხალხის დაახლოებას ხელს. უშლიან ეს დამკლაჭას წესრიგი მე მგონი არავის არ აწყობს ქართველი დამდგმელი პატრიოტი ქართველების გარდა. არ აწყობთ, იმიტომ რომ ეკარგებათ ის შემოსავლის წყარო. თორე რა პრობლემაა? წადის და ნახეთ როგორ არის. აი აქედან სოჭაში რო წავიდე მე, ერთ რუსულ სიტყვას არ დავილაპარაკებ. ისე ჩავიდები ავტობუსში, ისე ხო აღარავინ არ ლაპარაკობს ამ მოსაჩი ქართველები ლაპარაკობენ. ბატარეში ჩაგდები ქართველებია, ავტობუსში ქართველებია, ჩადიხარ სოჭაში ქართველებია. ქართული საუბარია მე კი უთხარი მეთქი რაშვებით ხაფნო იქ ერთმანეთს ხოცავდით აქ რა ხდება მეთქი და იქ გაირკვა ეს ჩემი ახლობელი შეხვდა იქ რომ ძალიან ჩართული იყო ისა შინაგასაქმეთა სამინისტრო ამ ხალხს თქვენ ვარიცით ყველას მიცეს უფლება ყველა თანამშრომლის თითო კაცი ოსი და ის დაეტოვებინა სომეხი ან ის რომ იმათვის
წასულეს და ისინი ციხეებდნენ რომ ლავაჯი გამატანე და სახტიტოებ და აი ესე და აჩაღად აქ ხოცა ართოს მაგრამ ცოტა ფული მიცეს თავობა რაღაცა მიცე მაგრამ ამათაც ნახევარი მოუტანეს და იქ კიდე დამატებით მიცეს და ხალხი ვითომ სივრცეში არავის არ აჩაღებდა ეს იყო პანიკა რომ ფული გაეკეთებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ამაში მე პრაქტიკულად ვიცი თვითონ მაგათ აქ დალაპარაკები და ეს მე იმიტომ ვიძახი რომ არ რაღაც ვერ აღმოფხვრე თქვენ ბოლომდე მაგ სიტუაციას რასაც ქვია უარყოფითი მოქმედება უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიტომ არც სასამართლოა არც ის უშიშროება გვაქვს თავის დროზე ყველაფერი კეთდება იმის გულს რომ ქვეყანა დაიცალა დააჭმორეთ მამაკაცი მამაკაცები აღარ ჩვენ ბრალი ძალიან დიდია იმიტომ რომ სამოქალაქო აქტივობა უნდა ავაკეთოთ აი სამოქალაქო აქტივობა მაგიჭაუზე ულაპარაკო იქ კონტაკტში 30000 ზეიმად უნდა ვაქციო და მე ამ სასამართლოების გასწრდა იმით ეროვნული მუხტი უნდა ავაკეთოთ მაგრამ ხავარ რასაც შილაპარაკო აი ეს ჩემში ჯდება სუნამურად აფექტებული ეროვნულ ჯერმში მოხსება ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ შენ რასაც იძახი ირაკი წკიბზე დგას ეს ყველაფერი აი ნდობის პლატფორმის შექმნას რომ დავიწყებ და სატირულად ამას აღმოსწრებ გამოჩნდება მომავლის პოლიტიკოსების როგორც თემურია და ესენი შეძლებენ იმის გაკეთებას რომ სირცხვილის სამთავრობის წარმომადგენლები მიგვიშნეს თაგვანებენ ცოტა ხან პატრონი ჩვენ პროექტების მეტი რაბა ნუ ჩაიგდებთ ხელში თქვენ ამას მარტო გრანტებისთვის გადასცემთ ფულებს აიღებთ და არც ერთი არ ახართ სოფელში წამსვლელი მithume ეს გეზიზღება ვინც იქიდან ახარ ჩამოსული ერთმა მეტრა მილიონერმა რომ თავს მოვიკავო და იმ ტალახებში არ დაუბრუნდებიო მე ვარო ვაკეში დაბადებული კაცი ხვალ ვეწავა იქ ვიქენები იქიდან ქვეყანაზე თქმელი რა რამ გაგათახსინა და ერთი ლექსის კუპლეტს გეტყვით რა უღირს უგვარო დიდი ფული ცხოველა დაგწევს მათთვის უცხოა სათნოება გზნობა გაგება ფულის სურნელი დებინდება ჭკვა გონება და აღარ ეს საკუთარი ხალხის გოდება აი ეს არის მთავარი არ გესმით არ იცი ვინ ახარ რა ხარ რისთვის არ ვიცი რა ვია მაგრამ მე ერთი თუთე მე იმდენად სერულად ვარ მე დაწერილი მაგწერილი 18 წინათოს დაუწერე 18 ხვალზე განიცდილი სხვა და ახლოს თვითონ თავრობისგან თუ ამ პროექტის გაკეთების საშუალებას მე არ მაქვს რომელსაც მთელი მხარდაჭერა აქვს აქ ჩადაწერია შინის გზმილების მშობლები აწერენ ხელს რომ უნდა პროექტი განხორციელება აფხაზეთის შულტარდების სახელით პარტია ხმაირის და ხმაირის ქალბატონი არის და მეორე არის კიდევ მამაკაცების სახელით მთელი უყოლა თუ კი ვინმე სცემენ გარდაცვლების მშობლებს როგორ შეიძლება რა პროექტზე უარი უთხრა მე თავი გავანებო ყველას თავი გაანებო ამ ხელად მიიღებო მაგრამ შეგიძლიათ და იმჯერად ხმავა ხოლმე თვითონ ჩემსავით სასამართლოში მივიდივარ ახლა სისხლის სამართლის საქმეს აღწერება თქვენზე აღწერა რა თქმა ისაკნა მე ახლა აი იმ დაგეუბნები მე ამ წელს დავუწერე რომ თუ ვინცობა მე ამ პროექტს მე ვიზუდებული ვდები წავიდე საქართველოსთან მე ვერ გავწავდე აქ ვიბრძოლოთ რა დავუწერე აი ახლა ვინცობა აქცია ვიბრძოდა მე რა ვიბრძოდა ერთი თუ არა მე რომ ვიბრძოდე ისე რომ აი ვიბრძოდე თავის წინამდე მაშინ გავამართლებდი ჩემ თავს იმიტომ რომ ვიბრძი საქმის გასაკეთებლად კაცო ამ ხელამ ხარდაჭერა პროექტს არ უნდა ყოლას ისინი ჩამოწოლო ამ ხელამ ხარდაჭერა პროექტს და რატო წინამდე მთავრობა რას ვაკეთე პოლიტიკოსი ვარ პარტიული მაგალითად წავიდი ნაციონალებთან დავდექი თუ რა საქმე რომ მე არ მაგდრებს საქმე გავაკეთე აი ეს რა არის თქვენ ახლა მე მეუშიც რომ ასე პროგრესულად მოაზროვნე ხარს იმიტომ ეს პროექტები და ესე ყოდა არავინ ახარს ეს პროექტს რატო არ წეს თუ იცით იმიტომ რომ იპარავენ თქვენ მიერ ცხოვრების ცხოვრების არაპრაქტიკის წოდი და ცხოვრების გამოცდილების არამცოდნის პრობლემის თანამდებობებს ეკავ განანებული თანამდებობებს და არაფრის თავი არ არის იმ გადაწერისაც ვერ გააკეთებ მაგრამ თქვენ ამას აგერ მოვა 200 და რომელიმე არჩიე რომ ამ პროექტს ფული ჩაიდება ვერავნები კი ამის გარდა ორი პროექტი იციან ვერაც უნდა მესამე პროექტი მას არ უნდა შეგნებულა რუსთავში გასაკეთებელი არის ბიზნეს პროექტი ეს არის პროექტი სახალხო პროექტები იმ სოფლიო პროექტი იყო ეს სახალხო პროექტი არის ბიზნეს პროექტი რომელიც ბიუჯეტსაც გარდის ისე ციფრებით კი არა სერიოზულად გარდის და დიდ საკეთებელ პროექტს მოუწევს ეს იქნება საერთო პარადი როგორც რუსთავში საქართველოს მაგრამ არ უნდა გაჩვენებულა მაგრამ რო თქვა რა აზრია ამაში არ მეხარ ამაში არ მეხარ პროექტი გაკეთებოდა იძულებული ხდები რომ წავიდე ხოლმე სულ კითხვა არ ვიცი რატომ უნდა წავიდე აგერა ვარ ჩვენ ამ ტელევიზიაში აგერ ხედავთ რომ თემური
სამყაროა და მოვდივარ და შემდეგ შეხვედრაზე გვაქვს ყოველთვის ამ დროს თუ ვინმე გვისმენთ თავრობიდან ერთ-ერთი წარმოადგენს პასუხისმგებელია პროექტების განვითარება და ქვეყნის გადარჩენის საკითხების გოფიქრებად მომძალე და ვიღაცასთან მივიდეთ, მაგრამ მე როგორც აი ამ სტუდენტების რაოდენობა თავისთავად გაიზრდება და ძალიან დიდი ადამიანები რომლებიც მართლაც ეროვნულად ფიქრობენ ამ გადაცემაში ჩვენ მოვა ის ფარულად მოვლენ ისევე სხვა ტელევიზიაში მე ვიტყვი იმაზე აგერ ვაპარაკობ თქვენ წინაშე რომ არამარტო საიტის ფულს ჩვენ შევქმნით მრავალ მილიარდიან საკონმომხედო ფონდს საერთაშორისო სარეკლამო კომპანიას სტორია დამიჯი იყო თქვენი მოსკოვში წასვლაც სტორია რასაც ელაპარაკობს სოფლიოს ყველა ემიგრანტებს ჩავთან ისინი ყველა დივიდენდებს მიიღებენ აი მაგალითად ტაქსი ორი ნიშნა და ამბობთ თუ 10 წელში იქნება დაბალი ტარიფი ბეწელში დაბალი ჩვენ სულ იმოძრავებთ 10 კაციანი ისხავდათ მიიტანეს ეს დემოვერსია ჩვენს ინვესტორს დაიბარა ინვესტორებმა პროგრამისტები და ფინანსისტები დათვალეს რომ 700 მილიონი გააკეთეს სააქციო საზოგადოება როცა ერთმა ნომინალური აქციიდან მიიღო დივიდენდი და ეს ინფორმაცია გახდა საჯარო ოპერატიული სტატისტიკური და ფულადი აღრიცხვის მონაცემები საჯარო გახდა სხვებმა დაიწყეს და აქციებიდან ტრანზაქციის შეუძლია ჩვენ შეგვიძლია იმიტომ რომ ერთადერთი რაც მინდა გითხრათ ორივეს და ბოდის გიხთ ცოტა ზეპეთა რო არ გამიმიდეს თემო რომ აი ის სკოლებში უნდა ისწავლებოდეს რაც ერაგის ნაწილი აქვს ის დედა ფუტკარზე ლაპარაკობს რამე განა მაგას არ უნდაო ვარდებში რომ გაინავარდოს სულარი ბებია ბაბუა დედა მოვაშორეთ ბავშვს მეც ვიტყვი მეგრულად სასაფლე ასეთ კარგი ჩანს ველაპარეს ვანტოს სიტეს ჩკინ მუმრი მუმრიდო ჩკინოს რო ბიშვინტეს აი ეხლა როგორია სიკიკა ვისაუბრებ მაგრამ სასამართლო ის სიკიკა როგორია კაცის რომელსაც ცოლი იქარი და რომ მორალურად განახილებული ვარ სოფელში რა არის კაციც არ დარჩა რომ ვიღაცა მოთქვას ბატონო ვერა ბატონზე არ ახლა ბოდიში ამ გამოთქვამზე რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით რო დაიწყეთ ნარკომანის საუბარი მაგრამ შემდგომ შეავდროს ნარკოტიკები მაშინ მივწერე რომ ხედავთ რომ ცუდად იყო საქმე მაშინ მივწერე წერილი განათლებული შენგელი იყო უმრავლესი მადლობა მიდებული კაცი რომ მეუღარ მომეც თქო შევიდი საჯარო სკოლიდან ნარკომანს ადმოვლექციები წავიდო პროპაგანდაბებში მოვწა თანხმობა ძალიან კარგი ეს იცავნიშნა და შევედი სკოლებში ნეტა გენახად რადიოში იყო ეს მე სერვიულ ხალხი ვარ ერთი იყო თელსაკავშირის წევრი საქართველოსი მეორე ჟურნალისტი პედაგოგი ჩემი ინჟინერი აი დიდებული ხალხი ყავდა სულ ეს და გავაფრთხილე სულ რო შეხვდა ბავშვებთან არ დაგინახა ყველაფერი თქვენ ვიღაცა და თქვენ ხარ უბრალოდ მაგათი ბები ბაბუები აი ეს შინოთელაბარ ბავშვი ნუ თავთავად მეტყვი თქვენ გენახა როგორ კარგად ჩაიარა ყველაფერი ხუთ გუსტავის სკოლაში შევედი მე გაჩენს აზერბაიჯანის სკოლაში შევედი სპეციალურად არ ყავდა მარტო ქართულ ბავშვებს ვუნავდო და ორი ბოლნისის სკოლაში შევედი მან შევედი კიდე თავრობას მიმართო მაგია არა ინტერესდა არა რაზე გეუბნებით ამას როდესაც ესე გული შეგვივა ყველაფერზე და მე ხო ამასთან დაგაკეთე კი ბატონო ჩვენს აღიარება გარკვეულების გამო ეს ძალიან მოკლე ჩაწერა გამოგვივიდა მაგრამ არავშავო შემდგომში ორჯერ ვილაპარაკებ თუ არ დამიკიდოს აქ არის ბატონო ერთი საკითხი რა ჩვენ აი 30 წელია ვართ დამოუკიდებელი არა ვართ დამოუკიდებელი ჩვენ ვართ ვიღაცაზე ყოველთვის ჩამოკიდებული და ყოველთვის თუ ჩვენ არ განთავისუფლდით ამაზე და სახელმწიფო არ გამოთავისუფლდით ჯერ პიროვნებები უნდა განთავისუფლდეთ და მე სახელმწიფო იმიტომ რომ სახელმწიფო შედგება პიროვნებებისაგან ხო თითოეული პიროვნებისაგან როცა აქ ხდება უცხოეთიდან ფინანსდებიან პარტიები ფიზიკური პირები და ასე შემდეგ ხო ეს უკვე იმით ინტერესებს ატარებს უკვე ის პიროვნება ვინც ფინანსდება და პარტიაც ამიტომ ჯერ უნდა გამოთავისუფლოთ და პიროვნებები უნდა განთავისუფლდნენ და უნდა ვიყო დამოუკიდებლობას მე მივახცევ და სწორედ ის პროგრამები არის ბატონ ელგუჯავი რაც წარმოადგენდა ხა ჩვენ კიდევ გქონდა მანამდე საუბარი ძალიან საინტერესო პროგრამები ყველა აი აქ ვინც არის რა პროგრამებიც აქვს ბატონო ძალიან საინტერესო პროგრამებია შეიძლება ვთქვა ეს პროგრამები ერთად გავაერთიანოთ რაღაც შეხების ცენტრი მოუძებნოთ და აი ამ შეხების ცენტრიდან გამომდინარე მივიდეთ იმ დასკვნამდე როგორც ხდება ქართველები მე ვცეთრო კიდე რა საქართველოსთან არ მოწავდეთ. პირიქით მე ემიგრანტებს მოუწოდებ. შენ საქართველოსკენ. ევროპა არ არის თქვენი სამშობლო. თქვენი არ არის ევროპა. ევროპა ნუ ახლა ამაზე არ მოვიჩერებ. მე ჟონიას რო თქვა შინ ევროპისკენ არა ბატონო. შენ საქართველოსკენ. თქვენი ადგილი არის საქართველოსში. და ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველოს. მარტო ჩვენზე ნუ იქნებით დამოკიდებული. იმიტომ რომ ჩვენ უკვე საქართველოში
უმცირესობაში მოხდები ძალიან ცოტა ხანში. და ამიტომ არ ვიცი ამიტომ მე მოგეწოდებ ჩამოვბრძანოთ და ერთად გადავარჩინოთ. იქიდან ჩვენი პროექტი სასწავლოებს უკეთებს. პროგრამა უნდა მოხსესხებია ეს უნდა გავაერთიანოთ ეს შეხედვის ცენტრი რეგიონალიზაცია ინტერესი როცა არსებობს ყველა აი ინტერესი ახალოსად ეს ინტერესი არა საერთოდ თელი სოფლიოს ემიგრანტები და სოფლიოს დედატები თქვენთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ სადაც განათლების სისტემაში ძლიერების სათავეში დგას სუსტი და ეს ნეპოტიზმიდან არის გამოწვეული მაშინ შესაბამისად ეს რესურს ცენტრები ეფექტურად ვერ მუშაობენ და განათლების სისტემაზე ერი მიხავს დაღუპვისკენ ადამიანი რომელიც ვერ ერკვევა პედაგოგიკაში, დიდაქტიკაში, სწავლის თეორიაში, აღზრდის თეორიაში, ვერ ერკვევა გაკვეთილის სტრუქტურაში, ინტერაქტიული მეთოდების ახალი რაღაცებში, არც ძველში ერკვევა. ასეთი ახლა რასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ელიკო ცინძაძესთან შეხვედრა. შემოვაქვს ციფრული ფული. ესე იგი ფაქტიურად მარტო ვასარკვეთებს გაუნათებს და დაამჯერს გადავიდეს. იწყება იპოვეს გენეტიკური ესე იგი კოდი, ლინგვისტიკის გენეტიკური კოდი, ესე იგი მთლიანად ჩიპიზაციას ახდენენ და ადამიანებს თავიანთ ესე იგი ვასალ ქვეყნებში უნიტარებენ ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარს პლუს მედიტაციისა და ტელეპათიის უნარებს. ასე შემთხვევაში მე და ელიკო რაც ვილაპარაკებ, წარმოვიდგინეთ ეს ტიტანურად მოაზროვნე ადამიანებმა ჩემთან მოვიდა ეს ახლის ფსიქოლოგიაში კოგნიტიური ფოტოგრაფიული მასწავლებლის მეთოდი როგორ ხდება და რანაირად ბუნებრივად ძალიან მარტივად აი როგორ ხდება ენების სწავლება. იმიტომ რომ ჩვენ ხელოვნურ და დაუპირისპირდით ბუნებრივ. რევას თოთლიან გააშიშლა ხელოვნური ინტელექტი მისცა სრული ნაშრომი თეორიული და პრაქტიკული როგორ მოხდეს საბოლოოთავო და საბოლოო მშვიდობის დაფარვა ორ დღეში აიღეს. აქედან ფაქტი არის რომ ჩვენ ბერძნის უდიდესი ძალა რაც თემური თქვა ამ ძალის დაწევა შესაძლებელია მარტო საქართველოში. ეს იმდენად ჩამოყალიბებული აქვს სკოლებში უნდა ისწავლებოდეს ირაკლი გაგნიძის ნაშრომი სასწაულია ისეთნაირად არის აწყობილი რომ აი ვაკეც რომელსაც ვაკეში იყიდა სახი უნდა გაყიდოს და წავიდეს თუ არ ვაკელობს რა პირდაპირ სრული აღნიშნული შენი წვენია შენი ქონება შენი კაცობა შენი ყველაფერი რას კადრობ და რას აკეთებ რაც შეეხება მრავალ ეროვნულ იმას პროგრამები უნდა იყოს ერთმანეთთან შესაძლებლობის რომ ისინი ჩვენნაირად ქართველები არიან სომეხი აკოპიანი ველაპარაკა იმას რომ მე ვარ სომეხი ქართული გულითო ყველას განაცვალე და ვინც მაიმუნობდა საქართველოს თქვენი გამძლელი თქვენ დედას მენაცვალე სხვასთან კიდე დაასვინოთ ჩვენი ქვეყანა ხორები ხარ წადი თქვენი დაეთესეთ აქედან ვინც ასეთები ხარ და ვინც ქართული დედის ის მარტირაში გიგდიათ ვინ ხარ რა ცხოველები ხარ და რა ადამიანები ხარ იგივეს არა ჯერჯერობით ვიკავებ თავს მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებ სატირული ჟურნალის ამოქმედებას აი ახლა ჩვენ რომ ტელეფონით რომ გავიდეთ არ მინდა ემოციაზე გადავიდეთ და გადავიღოთ ის კონტრაქტორები რომლებიც ტენდერებს იგებენ დავაჯერეთ და 300 ოჯახი იქნება 700%-იანი პასმატება მედიკამენტებში სამედიცინო წრეებში პირდაპირ ფინანსური ინსტიტუტები ექიმებს აძლევენ იმის დავალებას რომ რაც შეიძლება მეტი ფული გადაახდენენ ონკოპაციენტებს და მთელი ქვეყანა ონკოპაციენტი გახდება სისხლში უკვე ტყუის შეცვლილება იზრდება იმიტომ რომ რეგიონები გავაჩერეთ აი ამ თემაზე ვლაპარაკობ ჩვენ უღრესი მადლობა აი ბოდიში მაპატიოს ეს ემოცია მაგრამ ემოციისგან ვიშორტებით ჩვენ და უნდა მივხვდეთ სხვაში კი არ დავიწყოთ ჩვენ თავში ვნახოთ გავერთიანდეთ ერთ ადგილას მახინჯაურშედაც ლაზარე აჰმედიანი იმის ფულს ვენაცვალე კაცა 1200-იანი კაციანი ქორწილი გადაუხადა მშობლებმა 5 ჰექტარი მიცოლი მოუხდა შვილები ემიგრაციაში ყავს აი ფულის აღება რომ მოითხოვა ჩაუჯდნენ ორჯერ საგიჟეში დააწვინეს პირი გაუხიეს ხურში არის ის ადამიანს და მე ვხედავ რომ ის ვინც იმის ფულის დაბრუნებას აპირებენ იქაც ვერ შეძლებენ მარტო დაპირებას ძალიან კარგი ქალბატონია პიპაროიძე არ მახსოვს ახლა მისი სახელი ფათი ხო ძალიან მონდომებულია ძალიან ბევრი მასალები აქვს მაგრამ როცა უთხარი ორივე ხელი აცია რომ ამ დარბაზების შექმნა და ამომრჩეველმა უნდა თქვას რომ მე უერთდები ამ ლიგას რომ სოფლიოს ყველა უფლება დაცულებს ამიტომ ყველა ემიგრანტები ყველა დედები უნდა შემოგვიერთდეთ ჩვენ ძალიან ძლიერი პროგრამით გამოვდივარ და ყველაზე დიდი გარანტია გაზეთს ჩვენ არ გვინდა სეპარტიული ვარ არც თანამდებობა გვინდა არც არაფერი გვინდა ერის გახარება და ამას ერი შეიგრძნობს და ვერავინ ვერ იტყვის ჩვენზე რომ რაღაცას მაიმუნოთ ეს მადლობა ძალიან მეგარია ჩვენი პარტნიორობა
ძალიან კარგი სტუმარი მოგვიყვანებდა.